აგის მერე დავждები და უსმენ. აშეგდე. ახლა უსმენ. აგერაშიშე რა ცეცხლი. ღმერთი არის სული. და იესო თქვა მამა ეცებს თავის თაყვანისმცემლებს სული და ჭეშმარიტებით. პირველად მიწევს ამაზე ლაპარაკი. მოვასწრებ, არ მოვასწრებ, ახსნე. ვიწყებ თავიდან, რუბენ პოდიში. მაშას რა არის ცეცხლი? შეგიხსნი შენ, ვითომ არის? შენ შეიძლება იცი და ჩემს უყ. აგერაშიშები. ცეცხლი არა? ღუმელი ეგრეც კი არა, ღუმელი ცალკედებს ღუმელი ვიცით. არა. საგერკადებს ეგრე თავს. კაკალდებია. არა. სპიჩკაც ასანთიცა საგერ. არა. აგერ ღუმელია და მაშინ ცეცხლია დათებული. შენ დაათე და შენ გიხსნი, მაგრამ პირობიდან თვითონ არის. რა ცეცხლი? ყველაფერი ერთად რომ დაღარო ცეცხლი არ იქნება. არის? იყო ასე შეიძლება კანეს ძალიან კაცქონდა შესრული ამდენციკო და შეწყობილი იყო ლამაზად. გესიამონება და ისე, მაგრამ არ იყო ცეცხლი არ ვაში. რა თამარიღო. იმიტომ რომ იცკაპი ასანთის იგივე გაკრა არ მოხდა ნაფერწკალი, ხო? იმ ნაფერწკალი და იმ ნაფერწკალის გაკრა წარმოშობს ცეცხლს. ცეცხლის აქვს. მე ერთად იმტება და ეხლა უმეროვანთი ეს არის ცეცხლი. ახლა დავიღოთ ასეთი რამე. ღმერთი არის სული. სული არის ის ნაფერწკალი და რო წარმოიშვა ცეცხლი. და ღმერთი ეძებს თავის თაყვანისმცემლებს სულით და ჭეშმარიტებით. როქრ მეწეროს ჭეშმარიტებით და სული ცხონერად იქნებოდა საქმე და სხვა უნდა გველაპარაკა და სხვა უნდა გვესწავლებია. თუმცა მე არ გულისხმობ იმას, რომ არის ხალხი, რომლებიც სხვანაირად ასწავლის. პირველად ჭეშმარიტება და მერე სული. არა, პირველად სული და მერე ჭეშმარიტება. პირველად ცეცხლი და მერე ჭეშმარიტება. შეშები კარგადაა დაწყობილი თუ ცუდადაა დაწყობილი, ცეცხლი უნდა იყოს. ხო. მაგრამ ცეცხლი რომა თუ არასწორადაა დაწყობილი შეშა, მაინც არ წავა. ან შეიბუთება, ან შეჩაკრება პატარ-პატარა დაიწובה. კიცი ახლა შენ მარტო ფიჩხები დაიწובה და ცეცხლი არ იქნება. ხო. მაგალითად აგერა ვენახი მიტოდა ახალგაზრდებია და ესაგნა, მაგრამ ნედლია და თანათიცა, ნედლი რომა პატარა ალდება პატარა დაიწובה და არ მიყובה იქეთ. არ იწובה დანარჩენს. კიცი ახლა. პატარა გახმეს უნდა. ხომა? ხო. მევალიეზე კაღალდები და პლასტმასები და არწევია. ერთებს თავის თაყვანისმცემლებს სულით. ახლა ამ ღუმელის სული და არსი რა არის? ის ცეცხლოვანთი აბავისად უნდა. Hiç şivayede ikna Amin. Ღმერთი აშო, ამენ. ისე იქნება. ის სული თუ არა ძველი კაცი. შო. ძველი კაცი ღმერთს არ ტივდება. შო, ღმერთი ადამიანებს არ ეძებს. აბარა ძირება, ძველი კაცი ხო? დიახ, ღმერთი ეძებს თავის თაყვანისმცემლებს, არაკროსტო თაყვანისმცემლებს, არამედ თავის თაყვანისმცემლებს. ანუ თავის თაყვანის რას ნიშნავს? ღმერთი ეძებს იმას, რაც იმასთანაა შეერთებული. ეს იმა შობინო ხარ ის სულია. ეს სული. დიახ, იმ სულს ეძებს. ყველა თავის სულის ასეძებს. ძვეულებას კი არა. დიახ. წეგან პასტორ ბარუკითხა, აბა გაშინჭი არის თუ არა დენი? დენი არის საერთოდ კი საქართველოში დენი. რა თქმა დენი? ახლა მაგალითად იყო საქართველოში, აკრასობა, ჩემთან თქვენი სადმოდი. დიახ. სიტყვა სოფელში არ იყო. ხამე ჩაკრა. გამომეღვიძა არა დენი. აჰა. საყած იყო. დიახ, საერთოდ არის, მაგრამ იქ არანტია. ხო, ელექტრო დენი და რაფერც აი მაგალითად ხაში, დენის ხაში. ის რომა გარედან პლასმასი თუ რეზინა, ის არაა ელექტრონი. შით სპილენზია, ალუმინია, ოქროც იყოს თუ გვენდა, ოქროს გაყვანილობა რაკეტებში კოსმონავტებთან, იქიც ოქროც იყოს თუ გინდა და აი არაა დენი. დენი არის ის ნაპერწკალი, რაც გადის მასში. ელექტრობა. და ადამიანში, მაგალითად, მერტი სული, ყველა ხატა სპეციალისტები და ისინი ადამიანს ასე იმასავენ. წრე, შვაში, ბუქი წრე, ეს არის სული. ირგვლივ წრე, ეს არის სამშვილელი. დაკიმის ირგვლივ წრე, ეს არის ოთხკუთხედი. ამას ახლა დაჭიდა მერსედესის ნიშანი და იქნება რაცა, რა ვიცი, ან BMW-ის ნიშანი. მაგრამ სინამდვილეში ასე არა. სად არის სული? ადამიანს აქვს სხეული. თავისთავად წყადია ადამიანის სხეულია. შით შემადგენელი ნაწილები. ძვალი კუნთები და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის სისხლი. სისხლი უნდა იყოს მასში და სისხლი უნდა მოძრაობდეს და მოძრაობა. ეს ათეისტებმა შეისწავლეს მახსოვს მაგალითად ჩემი თორე ნაღიდი წიგნი ენგელსის და იმის. იგივე მოძრაობა სიცოცხლეა ასე ამბობდნენ.
მაგრამ უძრაობას რას აკეთებს და იგივე თვითონ სცინოდნენ მახსოვს მაგალითად ტექნიკუმში ვასწავლდე საზოგადოებასნეობას და იქ იყო ასეთი კარიკატურა ნახატი ღმერთმა დაატრიალა წრე ასტრონომიული წრე galaktikები და ისინი და მას მერე მუშაობს სადა ახლა ღმერთი და ამუშავა და მუშაობს ესე ამუშავა ახლა ჩართო იგი მატორი ანუ ფაბრიკა ამუშავა დენი ჩაერთო მთავარი და მატორი მუშაობს და წისქვილი თქვა სადა ახლა დირექტორი სადა ახლა ღმერთი ჯერმერთი შენ ფაბრიკას რომ სჭირდება ყველაფერი ტექნიკური მომსახურება და რამე დაბრუნე ეს სადა დირექტორი რომა იმიტომ კეთდება იდა იმიტომ მუშაობს ის ფაბრიკებში მუშავია პურის ფაბრიკებში მუშავია დანადგარების ფაბრიკებში მუშავია დეტალების ფაბრიკებში და რა ვიცი სათვალთვალოს შესაძლო ჩანთები და რა ფაბრიკებში ჩაის ფაბრიკია დიახ ყოფილა დიახ მომწევია მაი ის ფაბრიკა რომ მუშაობს დირექტორი რომა იმიტომ მუშაობს და დირექტორი ყველაფერში კი არა და არ ჭირდება დირექტორი შენ ვერ ხედავ რა საქმე გაქვს დირექტორთან არის მაგალითად მე მუშაობ ფაბრიკებში სადაც დირექტორი ყველა დრო ხედავ და არის მიმუშავე ეს რომ დირექტორი ვაფშე არის შენ სადა მაგრამ დირექტორით არის და მიმუშავე ესეც ქუთაისში ავტო ქარხანაში ავტოზავოდში რომ მუშაობდი ესეთი რთული პერიოდი დარდგა ჩვენს წარმოებელ ცეხში რომ დაახლოებით თვენახევარში მგონია ნუ ცოტა მეტი იყოს თუნდაც 3 თვე ნუ მოკლე ხანში დაახლოებით 10 ან ცოტა მეტი დირექტორი შევცვალეთ ხო და მაშინ მივეჭვი ასეთ რამეს სანამ დირექტორს დავინახავდი უკვე ვიცოდი რანაირი დირექტორი მოდიოდა ასე ვთქვათ სუნი მოდიოდა უკვე რასულის დირექტორი იყო ხო და დირექტორი ჯერ სახეზე არ თუ მყავდა ნანახი არ ვიცოდი რომ დირექტორი იყო ყოველ შემთხვევაში არ ვიცოდი რომ ვინ იყო დირექტორი მაგრამ ვიცოდი უკვე რანაირი დირექტორი მოდიოდა კაცრი ლოიალური თუ როგორი ახლა მათ ახასიათებაზე ვლაპარაკობ მაგრამ ღმერთი ეძებს თავის თაყვანისმცემლებს თავის თაყვანისმცემლებს კი არა თავის თაყვანისმცემლებს და რითი სული თუ ის ცეცხლია და თუ ის ელექტრონია შენ ის ელექტრონი უნდა გქონდეს თუ მას სწრაფო აქვს სული სწრაფო აქვს თუ მას სწრაფო აქვს რაღაცა და შენ ის სწრაფო არ არა აზრია ამენ ეძებს თავის თაყვანისმცემლებს მაგრამ თავის თაყვანისმცემლებს თაყვანია მე ჩემ თაყვანს ზოგადად მე ასე ჩემ თაყვანს ეს თაყვანისმცემლი ასე უნდა როგორ გეკადრება სერია თაყვანისმცემლებს სული და ჭეშმარიტებით ეს სიტყვები რომ ეწეროს მათეს სახარებაში შენ შეგიძლია ნებისმიერი რამე მიუსადაგო მიუტაპიკო მაგრამ ეს რომ წერია იონეს სახარებაში თანაც იესო ამბობს და იმ სახარებაში წერია სადაც იესო ამბობს რომ მე ვარ ჭეშმარიტება და სადაც წერია სადაც სახარებაში რომელშიც წერია რომ ღმერთის ღმერთის ძე რომელიც ხორცი გახდა სიტყვა რომელიც ხორცი გახდა თავისენებთან მოვიდა თავისენებ არ მიიღენ მაგრამ ვინც მიიღო იგი მიეცა ხელმწიფება გახთარიყო ღმერთიშვილი აი მას ვამბობ ეს რომ წერია ჭეშმარიტებით თაყვანისმცემლებიო იმ სახარებაში სადაც წერია ვინც მიიღო გახდა ღმერთიშვილი არა ადამიანის ნებით სურვილით მონდომებით ჟინი და მოხოშებით არამედ მისი წმენით მისი სახელით მისი მიმღებით ვინაც მიიღო იესო ანუ ის არის სიტყვა რომელმაც შექმნა რომელიც ქმნის რომელიც ხორცი გახდა და რომლის მიმღებს ეძლევა ხელმწიფება გახდა შვილი ანუ ეს სიტყვა არის თესლი ჭეშმარიტებით თაყვანისმცემელი ნიშნავს იმას რომელიც ამის მიმღებია და გახდა შვილი იესო ლაპარაკობს ამ სახარებაში ვინაც აღასრულებს მის ნებას იგი მიხდება რომ რასაც მე ვამბობ და ვაკეთებ ჩემგანაა თუ მისგან და იესო ერთ-ერთ სახარებაში ასეთ შეკითხვას სვავს მამას 2 შვილი ყავს რომელია მისი 2 შვილი ყავს თვითონ ამბობს მახსოვს უცნაური ის ნებადებოდა კითხვები იესო ამბობს ნუ ყავს მამას 2 შვილი და რომელია შვილი ხომა 2 შვილი ყავს რომელია შვილი როგორ კაცო შენ ამბობ 2 შვილი 2 შვილია რომელია შვილი შვილი კია მაგრამ სახელადაა შვილი ეს იესო რომ მოვიდა თავისერეთ ესე სახელად იყო თავისიანები მაგრამ რომელი გახდა თავი მისიანი რომელთაც მიიღეს იესო ანუ რომელთაც მიიღეს რა თესლი ზეციური თესლი უკვდაების თესლი მისი მიმღებს საუკუნო სიცოცხლე რატომ მისი თესლია მის სიტყვა რომელიც იყო არის და რჩება ის სიტყვა როცა შენში ხარ და რჩები
დარჩი ჩემშიო ის არ ამბობს შემოდი ჩემშიო, დარჩი ჩემშიო. ამე მოწაფეებს ასე უნდა დარჩი და ხოლო იუდეელებს რომელთაც იწყვეს ასე უნდა თუ დარჩებით ჩემ სიტყვაში და რა სიტყვაში ის ამბობს თავიზე, ის უთითებდა მამაზე, ის უთითებდა საკუთარ თავზე, შენ საკუთარ თავზე უთითებ, მარტო ჩემ თავზე რა უთითებ მე? იგი მიმოწვევს. უთითებს მამაზე, უთითებს საკუთარ თავზე და ამბობს მე და მამა ერთი ვართ. ესაა ჭეშმარიტება, მე და მამა ერთი ვართ და როცა იცი რომ ის და ის ერთია, მაშინ ხდები შენ მასთან ერთი. არის ხალხი რომელიც ამბობს, ღმერთი ერთია, დიახ ვეთანხმები, ღმერთი ერთია, მაგრამ იგი არის მამა. ღმერთი ერთია, მაგრამ იესოა თვითონ მამას ძეს და სულიწმიდას. ბოდიში ბატონო, მაშინ ვინ შემიყვარა მე? მან შემიყვარა მე და თავის თავი მომცა, ეს არა ის. მე ვამბობ, ძვირფასია, მან შემიყვარა და გასცირა საკუთარი თავი. დიახ, იესომ შემიყვარა და გასცირა საკუთარი თავი. იესო რომ საკუთარი თავი შემომწირა რა იმიტომ რომ მამას უნდოდა და შემომწირა. მამას უნდოდა შემომწირა, მაგრამ მასაც უნდოდა. ვინაიდან თუ ის არ არის ის, რომელიც არის, მაშინ ის არ არის ის. იესომ თქვა, მე ვარ ჭეშმარიტება. უჩემოდ ვერ მიდიხარ შენ მამასთან. ასე რომ გინდა იმის არ იყოს მაგალითად სიტყვაზე რუბენი ახლა თითი რომ დაგადო შენ მხარზე, ან თითი დაგადო ლოყაზე, ან თითი დაგადო ფეხზე, მე რუბენის ხო დავადე? ამიტომ გინდა ზეციერ მამასთან, მე ასე არ ვაბობ. ადამიანი ასე იციან. ქრისტე ისა თავია, მე სხეული და ზოგ თმაიგონია და ხელი და ფეხი და ყური. ეს პირობითადა. შენ პიროვნება ხარ და იესო პიროვნებაა. იესო ღმერთის მარჯვენა ხელია, მაგრამ მარჯვენა ხელს მე არ ვეკითხები არაფერს. და მარჯვენა ხელი თვითონ არაფერს არ საზრავს და რასაც არ უნდა გზნობდეს, გზნობ მე. ასე რომ იესო ფიზიკურ და სტატიკური მარჯვენა ხელი კი არაა მისი. მარჯვენა ხელია ვინაიდან ერთი სული და ერთი გულია. ამენ? როგორც მაგალითად იონათანთან მისი საჩუქრელი და ასე შემდეგ. ერთ ფიქში უნდა იყოს. ბატონი და მისი მსახური ერთ ფიქში უნდა იყოს, მაგრამ არ არის რა ერთ ფიქში მონა ბატონთან. ამიტომ მოწაფეებს ასე უთხრა, თქვენ მონებს არ გიწოდეთ, მეგობრებს გიწოდეთ, გაგანდა ყველაფერი და თვითონებნები, ახლა ყველაფერს არ ჭირდება, შეგიტყვას ყველაფერს ამბობ. ასე რომ რას ნიშნავს ჭეშმარიტებით თაყვანისმებელი? ჭეშმარიტებით თაყვანისმებელი ეს იმას ნიშნავს, იმ სწრაფვით, იმ სურვილით და იმ სულით, რომელიც აქვს იესოს. ასე რომ ხდები ამ დროს შენ და იესო და მამა ამას ეძებს, ასე თაყვანისმებელს აშიშავს პატივისცემელს ესე იგი, თაყვანი პატივისცემა, თავის თაყვანი ნიშნავს, თავის დახრა, მიწამდე დახრა. ამას პატივისცემის დროს აკეთებენ, ოღონდ პატივისცემა შეიძლება გადაიზარდოს გახმერთებაში. ფანი და ასე შემდგომ ეს კერძ თაყვანისცემა არ არის სხვა რამის მიმართ, მაგალითად შობლის პატივისცემა, შობლის გახმერთებაშია უნდა გადაიზარდოს. თუ გადაიზარდა გახმერთებაში, მაშინ კერძ თაყვანისცემა. მას ასე ღმერთის ადმი თაყვანისცემა. ღმერთის სწრაფვით და ზუსტად ისე, როგორც ამას იესო აკეთებდა, ეს ანიბუში. ეს არის მისი თაყვანისცემა სული და ჭეშმარიტებით. ანუ როცა ბაძავს შენ იესო ბაძავდა მამას, რატომ აკეთებო? ეკითხებიან. იონას ახარავენ. მამა აკეთებსო და შვილი რატომ აკეთებს? კი მამა აკეთებს, შენ რატომ აკეთებ? ზეიმბნები, შენ ვინა ხარ გასულდა? რაფერ ვინა ვარ? მე და მამა ერთი ვარ, გინდა ის, გინდა მე. რატომ? ერთი რა, ერთია. იესო რომ არის ძე, ის არის ძე, იყო, არის და რჩება. ამენ? ის რჩება ღმერთის ძედ, იყო ღმერთის ძე, არის ღმერთის ძე და რჩება ღმერთის ძედ. მარად იქნება ღმერთის ძე. მამა რომ არის მამა, ის იყო მამა, არის მამა და რჩება მამად. სულიწმინდა რომ არის სულიწმინდა, ის იყო სულიწმინდა, არის სულიწმინდა, რჩება სულიწმინდა. მამა, ძე, სულიწმინდა. ღმერთი არის ერთი. ეგ რას ნიშნავს? ღმერთი არის ერთიანი, რომ ვთქვათ, უფრო სწორია. მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი, სულიწმინდა არის ღმერთი. ოღონდ არის ერთი რამ. გინდ მამას კითხე, გინდ ძეს კითხე და გინდ სულიწმინდას კითხება. პირობითად ავიღოთ მამა, ძე და დედა. გინდ მამას კითხე, გინდ დედას კითხე და გინდ ძეს კითხე ერთია, ვინაიდან მათი აზრი, ფიქრი, სწრაფა ერთია. და ის არის ღმერთი. ღმერთი არ არის თანამდებობა, ღმერთი არის არსების ნიშანი, არსია. ის არსება, რომელიც არის ის არის ღმერთი. არსება მე და შენ რომ ვარ, ჩვენ ვართ ადამიანი.
ოღონდ ადამიანი სხვანაირია მდგომარეობით. ღმერთის მსგავსადაა შექმნილი, შექმნა არ არსებობდა და შექმნა. სულ არსებობდა ღმერთო. ლუციფერის სურვილია იყოს ღმერთისნაირი და ღმერთზე მეტიც ისე რომ ღმერთის სურვილი არ ყოფილა ლუციფერი ყოფილიყო ასე. ადამიანის სურვილი როცა არის რომ იყოს მარადიული ვარ მე, მარადიული არა ვარ მე, არც ყოფილვარ და არც ვიქნები. მაგრამ იქედან მოყოლებული რომლიდანაც ვარსებობ, ვიარსებებ უკონისამდე. ანუ დაუსრულებლად. ღმერთია მარადიული, ის არსება მარტო მარადიული და არც ანგელოზები არა მარადიული. ანგელოზები ღმერთმა შექმნა და თუ შექმნა მარადიული რა ბერა? არა, შექმნელია მარადიული. მაგალითად სიტყვაზე ეს სკამები სულ არსებობს. ასეთ სკამები სულ იყო ფაბრიკა აწარმოებდა, მაგრამ სანამ ჩვენ მოვიტანით, მაგრამ როცა მოვიტანით და დავით, მას მე არის და გვაქვს. ხოდა, აგი თუ ვიცი ჩვენი არ ვიცი? ხე, რამდენი მაგალითად ანგარიშებენ 2000 თუ და თქვა 5000 წლის ასაკის ხე თქვა სიტყვაზე. ანგარიშებენ, აი მარადიულსავით არსებობდა, ვინ არ მეიარა ნებისმიერი თაობა და კლიმატი, მაგრამ იყო დრო როცა არ იყო. ის ხია მაინც არ იქნება მარადიული. არ იქნება? ვერ იქნება. რაცა თუ წევიდა ამბავ ეგ და მოხდა. თუ იყო მაგალითად დარგული ლოს-ანჯელესში და გადიწვა ლოს-ანჯელესში, გადიწვა ისი. არ გადიწვა ზოგიერთი სახლი არ გადიწვა რაღაც მიზეზი. არიწობა ცეცხლი. და შენ რომ უნდა იყო მის თაგვანისმები, უნდა იყო მისი სწრაფი და ცეცხლი უნდა ერთადერთ რასაც ცეცხლი არ წვავს, არის ცეცხლი. სხვას ყველაფერს. როცა ხანძარია ტყეში რას აკეთებენ? მე ვთქარ მეთო ნუ კი ეს როგორ, მაგრამ მე რა ვიცი ახლა ვითხარ განმოწმე. და ამფერები შეკითხვას ვაძლევს. ერთადერთ რასაც როცა ხანძარია რაღაცას აკეთებენ. ადამიანი დაიკავებენ ნიჩაბს და აკეთებენ ღარს. რომ ცეცხლი წეს არ შეუერთდეს. რატომ? ცეცხლი წეს არ შეუერთება, არც დიდი ცეცხლი პატარა ცეცხლს არ ჩააკროს. შეიერთებს. წყალი და ცეცხლი ერთმანეთს არ ერთდება. ამიტომ წყლით აკროვენ. ცეცხლი მის კვალზე რაც გზაზე რაც ერთება, ყველაფერს თანდგავს. თანდგმელი ღმერთი, თანდგმელი ცეცხლი. შტანდგმელი რა მოსპობს არ ვიცი, მაგრამ ცოდვას რომ მოსპობს კი და ჯოჯოხეთიც ამიტომა. ასე რომ ის რაც განუყოფელია ცოდვისაგან, იმას მარტო ცეცხლი მოსპობს. ამიტომ იესო ქრისტე თვითონ არის, მე დამოვაერთე, თვითონ არის ცეცხლი. ის როგორც ღმერთის ძე, ყოველთვის იყო, ყოველთვის არის და რჩება. ის როგორც კაცის ძე, თავიდან იყო ჩანაფიქში, მაგრამ არ იყო. დღეს შობეო, ესე იგი, რადგანაც დღეს შობე არის ხალხი, არ დავასახელებია სუფრასან მოსატანია, არის ხალხი, რადგანაც იესო მამაზე ნაკლებია, ესე იგი, მამა მეტია. კიდეც მითხრა ერთმა იმათომ ქადაგებელმა მარშოს ქუჩაში. აი ეს არ მედგინეო, ვითომ აი შენ ხომ ყავსო, შვილები ორი ბიჭი ყავსო და აიო სადო ახლა დევიზახო, სახლის იცი და ყველაფერი. ხოდა, იცოდა რა. ხოდა, დავიზახო. შენ უფრო გამწევ პასუხს თუ ის მე ვთქარ შენ ერთი ვიზელაბარაკო მე სულ სხვა გამოცდილება მაქვს ამასთან მიმართებაში ვთქარი შენ ამდე ასე რომ მაის შედარება გეშლება შენ მით უმეტეს ჩემთან სხვა შეგიძლია უთხრა მეთქი ხო და არ მოვყვები ახლა მის ისტორიაში შეიძლება იცოდე ხო და როცა დაიძახენ ჩემთან და დედაჩემმა გამოუშვა ფეხებით ყიოდა და ჭიშკართან გამოუშვა მეზობელმა დაიძახა ჭიშკართან გამოუშვა მისი ბიჭი შვილი ჩემი მწროსი ბიჭი ცოლიანი უკვე. ხო მე ზოგადად მაგალითად უბრალოდ მე უყურებ და მე ვუთხარ ნუ დიალოგს ამბობ просто გავიხსენებ მომენტს. ასე ვთქვა დედაჩება. თუ მე შენი სუპერიორიო, თუ მე ჭიშკართან გამოვშვი ჩემი შვილი, რომელსაც ცოლი მოვაყვანიე ამ 40 მეტრში პასუხს ვერ მომიტანდაო. მაგრამ შენ სხვა ჩანაფიქრი კონდაო და მაიკი ვიცი მე რა ჩანაფიქრი კონდაო მეზობელი აკეთებდა სუფრას და ნუ ქორწილი არა ვაბერა ქორწილი აბა კალახია ო გადიე რა ის კალახიო და ბიჭო აბა სუფრა მე 70 კაცი
მე ზდავა მისი мама ჩემს ელოს რომ მოვაყვანიე თოლიო და 70 კაცი მისდავა მიშო ქორწილი დავარქვი მე იმას აბარას დავარქვი ქორწილი სუპრა თოლი ყომოყავდა თოლი მოყავ ესე იგი ამოძახის ბევრს და ჟვიადის და ასე ნუ ყველა არა ესე დედა ჩემი იყო დარჩენილი დედა უფროსი მოვიდეს და მევიდა ჭიშკართან დედა ჩემი ანუ ბებია მოიყვანეო და აქ ვიციო ოჯახიდან ყველას ნუ Solidaram wishes back and see. Oh. Agi nașu regresia și oază de soare, right? Ala viața e care se ginza. Asma este la bare de sași la bare de sevia. Asta e bine, nu trebuie bine. Prestige sagete image. Asta e bine, asta e bine. ყველაფერი ასე იმეჯი საერთოდ. მას ასე სუპრიდან, ნუ სუპრაზე ყველა საროჟახოდა და ამიტომ გამორჩეულად დაუძახა და ამიტომ ესა. ხო და ევთხარე შენ არის ვიზა ლაბარაკობა. რა პასუხსაც გასცემდა ჩემი შვილიშვილი, პასუხი იყო ის. ხო, რაშო თამუდა დედა ჩემი. ხო და მაგრამ რაში ეშლება? შეშტომა. ის როგორც ზეგმერთისა იყო არის და რჩება. ის როგორც ზეკაცისა არ იყო ბარადიულად. ჩანაფიქში იყო. იშო მარიამისაგან. და რომ გაჩნდა აქიდან რჩება ბოლომდე. ამე ის როგორც ზეკაცისა ეს ტიტული მისი არასოდეს წაერთმევა. არა. ვინაიდან თუ წაერთმევა, მაშინ წაგვერთვა ჩვენს, ვინაიდან ჩვენ ქრისტეში გავხდით ღმერთის შვილები. უჩემოდ ვერავინ მიდის მამასთან. და ჩვენ ვართ ქრისტეში. ეხლა მაგალითად შენ შვილს ელაპარაკებოდი. შენი შვილი, შენი სისხორცეული ნაწილია. მაგრამ არის ერთი რამ, განსხვავება. ღმერთმა თავის მსგავსად შექმნა. მაგრამ ჩვენ ერთი და იგივე მასთან არა ვართ. თავის მსგავსი და ხარ. მამა, შვილი და დედა. მამა, შვილი და დედა და ეს ურთიერთობა. მაგრამ შენ შვილს ელაპარაკე. შენი შვილი და შენ ერთ სქოლაში არ ხარ. ღმერთი კი არის სული. სული რა არის? ამის შესახებ ერთადერთი წიგნი იოანეს სახარება, მარტო ბიბლია და მარტო იოანეს სახარება ლაპარაკობს. დანარჩენი არავის თემსოფლიოში არ აქვს სწორი წარმოდგენა რა არის ღმერთი. ვინ არის ღმერთი? როგორია ღმერთი? იესო თქვა, ღმერთი არის სული. სულები არიან ანგელოზები, მომსახურება სული შექმნილი. ადამიანები შექმნილია ხორცი. მანამსანამ ქრისტეში გარდაიქმნებეს ეს ხორცი, ადამიანს აქვს ასეთი სხეული და ხორცი. სხეული რა თავარია? ანგელოზებს როგორ აქვს სხეული, აქვს თავისი ფორმა სხეული, მაგრამ ანგელოზის სხეული სხვანაირია, ადამიანის სხვანაირია. ანგელოზს შეუძლია ეხლა წუთას გაჩნდეს აქ. ჩვენ ეს წნადე ეგენი უხსნელია. დიახ, მაგრამ რა განსხვავება? ანგელოზს შეუძლია გაჩნდეს აქ. ანგელოზს შეუძლია ასეთი რამ, რომ როცა მე შენ გელაპარაკები რუბენი, ამ შემთხვევაში შეიძლება შენ კი არ იყო, პირობითად დაგაგვიანდა და მე მოე. არამედ ანგელოზი მოვიდა. ხო. მე არ ვიცი. გამიგე? ამ შემთხვევაში ნამდვილად შენ გელაპარაკები თუ ანგელოზს? ვინაიდან წაიღეს ვინაიდან უმასპინძლიათ ანგელოზისთვის რა. თუ მასპინძლა ხამე გაათევი ანგელოზი ვერ მიხდა რომ ანგელოზი იყო, ხომ ასე? შეუძლია მას ეს. ოღონდ ერთი რამეა. ანგელოზს შეუძლია მიიღოს სხეული და მომენტში გაჩნდეს და მომენტში აღარ ჩადეს. მე არ ვიცი. ყოველი ხალხი ყოლა. დიახ, ღმერთს დიდებ. მონაყოლი გაქვს. და წარმოიდგინე ასეთი რამ. რამდენჯერ შეუძლია გაჩნდეს მიიღოს ერთი და იგივე სხეული და არ ვიცი. შეუძლია რაღაცნაირად მე გულისხმობ ეხლა ამ შემთხვევაში არ ვაიგივებ, მაგრამ გულისხმობ დემონსაც. ვინაიდან თავიდან ერთი იყო. მე სხვა ვითარებაში აღმოჩნდა, სხვა ვითარებაში აღმოჩნდა შინაგანით და გარეგანით დაემსგავსა სათანადოს. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. თუ მაგალითად სიტყვაზე დემონს რაღაცა სტრაშნი სახე აქვს, საშიშარი რაღაცა სახე და ფორმები, იმიტომ რომ შინაგანი აქვს უკვე სხვანაირად. და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ მსგავსება იესო ქრისტესთან და ფიქრი.
შინაგანი გარედან გამოჩნდება. ამიტომ იწყებს ღმერთი ჯერ სულით და მერე ჭეშმარიტად, შინაგან და გარეგან. და ახლა რას ვამბობ? ანგელოზს შეუძლია ეს, მაგრამ იესო არ არის ანგელოზი. აი ამაშიც ეშლება. იესო კი არ გაჩნდა როგორც ადამიანი. იესო დაიბადა მარიამისაგან როგორც ადამიანი. დედის მუცელში იყო 9 თვე. ნუ 9 თვე 7 თვე არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ 7 თვე 9 თვე ხო მასე. დედის მუცელში იყო 9 თვე, სავარაუდოდ ასეა 9 თვე. 9 თვე დედის მუცელში ატარა. შობიარობა ყოფილი 9 თვეა. დიახ. ყოფილება 9 თვეა, 7 არა. დიახ, ამიტომ უნდა იყოს ესე იგი 9 სავარაუდოდ 9 თვე. რატომ უნდა მოვაკლოთ ჩვენ? მაგრამ რა გაიარა ადამიანური ყველაფერი უნდა გაევლოს, სრულყოფილება როგორც შეიძლება, სულად უნდა გაევლო ადამიანური და დაიბადა როგორ რაცაა მნიშვნელოვანი. იესო როცა დაიბადა, არა მარტო მისმა სიკვდილმა გახია ფარდა. ამის შესახებ დევლაპარაკობ, რატო არ ლაპარაკობენ არ ვიცი. ეშინიათ ერიდებიან მართლმადიდებლებს კათოლიკებს და რამის. ალბათ. იესო არის ის, რომელმაც გახია მარიამისგან ქართულებრივი აბგე, ფარდა და მოევლინა ქვეყანას. ოღონდ კი არ გაჩნდა როგორც ანგელოზი მიიღებს ადამიანის სახეს. არამედ ჩაისახა და ჩაისახა ანგელოზიდან, არამედ სულიწმინდა მოგიჩრდილავს. სულიწმინდა რომელიც დედამიწთან მოძრაობდა და დედამიწაზე კროხივით იყო გადაფარებული, ზუსტად ასევე გადაეფარა. და მოსმენელმა ერთი სპეციალისტი დანო მოგიჩრდილავს არის იმდაგვარ რაღაცა როგორც ფოტოკამერას რო იღებენ ან და პაროკამერას, ამდაგვარი სიტყვა. ჩასვა რაღაც გარემოში. და რომ ჩასვა რაღაც გარემოში, მე კითხვა მებადება. ქალწულში რომ ჩაისახა, დაცულში ჩაისახა. ქალწული რატომა ქალწული დაცული იყოს, ასე რომ ეს მარიამისთვის და იესოსთვის იყო. ამისთვის შექმნა ყველაფერი, ამისთვის შეიქმნა, ამენ. როგორც რეჟისორი, სცენარისტი, ღმერთმა ყველაფერი განსაზღვრა. ოღონდ მისი განსხვავებული იქ ასე წერია, ღმერთმა ისე შეგვიყვარა, იონეს საყარაბეს წერია. ისე შეიყვარა ქვეყნიერება, ისე განსაზღვრა კი არა. ისე დაწერა კი არა. შეიყვარო ესო, ეს არ იფიქროთო ემოცია და ისო, ესო. ემოცია კი არ ფიქრო, ემოციას სვამშით. ვინაიდან ღმერთის სიყვარული ჩემდამი არ არის მარტო აზრი და ფიქრი. როგორც მაგალითად ქირურგი რომელიც მუშაობს, მე დარწმუნებული ვარ რომ ნაღდ რო იტყვიან ღმერთიდან ქირურგს, პაციენტი რაღაც თავისი ოპერაცია უყვარს, ის უნდა უყვარდეს. რაღაც მასალას უნდა უყვარდეს, მოსწაფე და იგი და არ უნდა იყოს გულგრილი. მე მახსოვს ჩემ თავზე მაგ განცდები. როდესაც ისეთ გონება დავკარგეს სავატყოფოს პოლიკლინიკა თუ რაღაცა ქვია და ის სასტრაფოს დერეფანში ბნელ დერეფანში ვწევარ აი ეს საექიმო საწოლზე და გონებაზე მოვედი მარჯვენა ხელზე მაჯას მისინჯავს თურმე ყოფილა მორიგე ექიმი ქალი და რომელიც ამბობს მან არის ის ახლა მე უკვე გონებზე ვარ თუ არა მოსული ამას კუტერის პოლიცია აქ და რა ხარზე გავეგონე გავეფიქრე კიდევ კაი მორწმუნეობა ახლა უსმუნრო იყო ადამიანია აი ეს უნდა გავიგონო მე კუტერის პოლიცია ხო ჩემს დრის პოლიციო ეს პულტია ბერგეი მონებდა არა დარი არა მაგრამ კუტერის პოლიცია ხო თქვა ა პულსი ხო კუტერის პოლიციო ვასაგები ეს უნდა გამეგონა მე არდე ამიტომ ამბობ იმექიმსაც სიყვარული უნდა ქონდეს ღმერთმა შეგვიყვარა ამაში არა მარტო მისი აზრი და ფიქრი ახსნის გეგმა არამედ მისი ემოციაც მისი დამოკიდებულება თანაგზნობა იესო რასაც აკეთებდა დედამიწაზე ყველაფერს აკეთებდა თანაგზნობით სიყვარული დია თანაგზნობით სიბრალული თანაგზნობით სხვათა შორის თანამედროვე იწერება შეეცოდაო ეს არასწორია ბიბლიის მთარგმნელი არ უნდა წერდეს შეეცოდა ეს კატასტროფული შეცდომა მას ასე შეგვიყვარა გამოგზავნა თავისი ძე განიცადა ყველაფერი ადამიანური ეს განიცადა მამამაც და მას განცდით სულიწმიდად ზოგიერთ თარგმანში ასე წერია საკმაოდ ციკლტაში ეკლესიაზე რომელიც სულიწმიდამ თავისი სისხლით გამოისყიდაო არ არის სტარი სულიწმიდის სისხლიც არის ეს რომელიც იესო ქრისტეს სისხლით დაიყვანა მამაზე წერი სისხლიც არის ეს რომელიც იესო ქრისტეს სისხლით დაიყვანა თუმცა როგორც ადამიანი სამივე ერთია დიახ ერთი განცდა და ერთი იმას განიშნავს რომ ერთი ცალია სამი ცალია ოღონდ
მე არ შემიძლია აქედან ადამიანი როგორი ცოდნაც არ უნდა გქონდა არც მჭირდება ზედმეტი როცა საჭირო იქნება თავის დროზე ვნახავ ყველაფერს როგორია მაგრამ მე ერთი რამე ვიცი სულია და განსხვავებულია სულის ღმერთის სული რომ არის მისი სხეულებრივი მდგომარეობა რომელსაც შეუძლია ერთ დროს იყოს ერთი და იგივე დროს ყველგან ყველგან ყოფილი ერთი და იგივე დროს ამის გონებით ახმა ძნელია არ არსებობს ასე ვერ დავხატავ აბა თუ სწორად მახსოვს არ ვიცი ფილმში იყო რაღაცაში ან იყო ასეთი ან ფიქსი გამევლი არ ვიცი როცა ფანქრით ხატავ ღმერთს მე მგონი ვიღაცამ თქვა არ ვიცი როცა ფანქრით ხატავ ღმერთს შენ უკვე შენს ამ მასზე სწორ წარმოდგენას ჭუჭყიანს ხდი ფანქრის იმით ნახშირით როცა შენ გინდა და თუ მე ვუთხარე სხვას არ მახსოვს მე ვიცი ამ დაუელა ვარაგის ერთად მაგრამ დავანებოთ მე ვთქვი სხვა ვთქვი როცა შენ ფანქრითაც ხატავ ღმერთს შენ მის ხატებას აჭუჭყიანებ ეს უკვე ის აღარა როცა ხატავ მზეს ეს უკვე აღარა მზე შეგაგვიტანებს მზე მაგრამ აღარა როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი შექმნა თავის გავსად და თავის ხატად მსგავსად შექმნა ვინაიდან მსგავსი აზრი ფიქრი რაღაცები ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და ხატად შექმნა ვინაიდან განასახიერებს ადამიანი ღმერთს და იესომ თქვა მე და მამა ერთი ვართ რასაც ის აკეთებს ვაკეთებ რატო აკეთებ მამა აკეთებს და მე განვასახიერებ მას ამე როდესაც შენი სწრაფი ეს არის განასახიერებ და იესოს მაშინ შენ ადიდებ მამას შენი და ჩემი მოწოდება რომ როგორც იესო ადიდებდა მამას ჩვენ ვადიდებდეთ მამას ვადიდებდეთ იესოს არა თაყვანისმე ეკუთვნის მამას, თაყვანისმე ეკუთვნის იესოს, თაყვანისმე ეკუთვნის სულის მიერს. თაყვანისმე კი დიდება, ქება და ხოთბა ეკუთვნის მამას, დიდება, ხოთბა და ქება ეკუთვნის იესოს, დიდება, ხოთბა და ქება ეკუთვნის სულის მიერს. მაგრამ როგორც იესო დადიოდა და დადიოდა იმიტომ რომ ედიდებინა მამა, სულის მინდა ახლა ჩვენში რაღაცა განვასახიერებდით იესოს, რათა იესოს სახელით ვადიდოთ მამა. ორჯერ დაწერა ეპისტოლეში პავლე. მადლობდეთ მამას მერს და მამას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ამინ. მადლობა ღმერთო და მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სულიწმინდისთვის, სიტყვისთვის და შენი წყალობისთვის ჩვენ. რომელიც არის საოცარ, საკვირველი, შესაცნობი, შეიცნობ და კიდევ არ გეყოფა და კიდევ ვერ დაკმაყოფილდები და ნურც ნურასუდეს გავძღეთ ამით ყოველთვის კონდეს უბილი და შიმშილი ვისა რომ შენ შეგიცნოთ მეტად და მეტად ღმერთო დიდებულო ქებულო საოცარო მამაო ზეოსულო წმინდაო ამინ იესოს სახელით დიდება შენ დაუყვება თუ არ იცი დია მასწავლე დია თუ არ იცი დია არ იცი დია დია შეშტომაში შეგყავს დია და ის შემდეგ იგი ვიღაცას კიდე შეშტომაში შეიყვანს როღაც ამინ ამინ არის ვასწავლე დამუწე პირი ამინ დააგვიდი ახლა ფერახაცა შევხედოთ ამ შევნათიცი შენ და აი ეს აზრი ფიქრი გამიშთა დააგვიდი თუ მე რამოდენიმე ფინტი ვიცი ფაგუთისტი ტრენერი ვარ ვერ არის რამოდენიმე თუ მე ტოლფერ და სამკუთხედის ფორმულა ვიცი გეომეტრიის მასწავლებელი ვარ საფუძველი არ მაქვს დაღეჭილი დია საფუძველი და დაღეჭილი ასე უთხრა ეზეკიელს ასე უთხრა შეჭამე ეს წიგნი და ელაპარაკე ხალხს შენ შეჭამე ბენიხინის გადაგება კარგია ბატონო ბენიხინის გადაგება შეჭამე ჩემი გადაგება შეჭამე მაგრამ ხალხს რომ ელაპარაკო აგი წიგნი შეჭამე და ელაპარაკე არის და ღმერთმა გითხრა შენ მასწავლებელი ხარ ამაზე გავასწავლე თუ გითხრა თუ ის გითხრა რატო აგი არ გითხრა ხო თვალხან შეიძლება ხანდახან შევსწრებს და კი როლი იმასა რომ მივხვდები და ვადებ თავს ამენ იგე არა ჩემისა შენ რაცა ხო თუ გითხრა რომ შენ მახარებელი ხარ იმას გეტყოდა მასწავლებელი ხო დიე გეტყოდა მოციქული თუ ხარ ხო დიე თუ იგიცნე მასას გეტყვის თუ მე კარგად შემიძლია აუხსნა გეომეტრია ეს სამნიშნავს გეომეტრიის მასწავლებელი ამ მასწავლებელთან დაკავშირებით აქ არის რამოდენიმე რაღაცა ერთის შეხედვით ერთმანეთის გამომრიცხავი მაგრამ თუ საფუძვლები არ გესმის მაშინ ვერ მის ადგილს ვერ ისე იქ წერია ასეთი რამე ნუ გაიხდით თავს მასწავლებლებს ხო აბა წერია წერია დააყენე მასწავლებლებს
არ გჭირდებათ მასალებელი. ასე წერია. და მე კიდევ დროის მიხედვით თქვენ უკვე მასალებლები უნდა იყოთ. მაგრამ აი რაღაცა, იმას ამბობს. ასე რაღაცა. არა დაგვიდი. ნუ გაიხდი თავს შენ კი უნდა გიხადოთ აი მასალებელი. თუმცა მაგ მასალებლები დააყენა. და მიუხედავად იმისა, რომ არ გჭირდება მასალებელი, მასალებელი უნდა იყოს რაფერა? დროის მიხედვით. საქმე რაშია? დროის მიხედვით მასალებლები უნდა იყოს. საქმე რაშია? იქ ლაპარაკია საფუძვლების ჩაყრაზე. თქვა მონანიება და ასე. კიდევ დავიწყოთ ახლა ეს მონანიება. თქვენ ეს ამის მასალებელი უნდა იყოს სხვაზე, რომელიც ახალი მოდის. რომ უნდა მოინანიოს და ასე აღდგომა და ამბავი და ეს იწოდეს. გამიგე? აი მაგალითად სიტყვაზე მოვიდა ახალი და რუბენი მიცის რომ არა მასალებელი, მაგრამ მოვიდა ახალი და რომ უნდა მოინანიოს, ახლა აი უნდა უხსნას იმას რუბენი. სიტყვილი იქნება, დროის მიხედვით ამის მასალებელი უნდა იყოს რა მონანიება. აი, კიდევ დაიწყოთ. რომ შემოგვიდა და ვერცემ საყურო და სიწმინდე დაიწყო თავი, ამის ახსნა უნდა შეგეძლოს. ამაშია მასალებელი, დროის მიხედვით მასალებელი და ამისი ახსნა. იქ არა ლაპარაკი ეკლესიაში დაყენებულ მასალებებზე. ღმერთმა რომ დააყენა ეკლესიაში მასალებელი ას ნიშნავს? მასალებელი დააყენა მოძღვარი. მან დააყენა მოძღვარი და პასტორი, შეიძლება პასტორი იყოს, შეიძლება არ იყოს მოძღვარი. მოძღვარი და პასტორი. მაშინ ას ნიშნავს მასალებელი? ნუ გაიხდი თავს მასალებელი. თუ გაიხადე შენ თავი მასალებლად, მაშინ შენ პასუხისმგებელი ხარ შენ მოწაფეებზე. იესომ ასე თქვა, თუ ბრმა წინამძღოლი და ბრმა ხალხი, რომელსაც ბრმა წინამძღოლი წარმოედგინა ნებისმიერი. აი რელიგიურ წუთისოფლის ხალხი უფრო გონიერიაო, რელიგიურ ხალხს რომ ემართება, წუთისოფლის ხალხს არ ემართება ესეთი. წარმოედგინე, არ არსებობს, აი დამეთანხმები ნამდვილად, არ არსებობს რომ ბრმა დაიყენოს გზაჯვარეზე გადასასვლელად. ვერ გადავლე. აი ბრმა დარწმუნებული უნდა იყოს და დარწმუნდება რომ ის მაგრამ რელიგიური ბრმა ამას აქ ერთი სიბრმავე, სიბეცი ასეთი. ის ვერ ხედავს რომ მისი წინამძღოლი ბრმა. იმიტომ მიყვება. ვერ ხედავს მიყვება. და იესო კი არ თქვა ის ჩაქოლეო, იესო თქვა შეშ. არიცი. გაიარე ბრმა, ვერ დაანახე. ბარბადა იმით. ჩაქოლე და უხილო. მარე ეხიდება მამდე ვერ დაანახე. დაანახე. ერთის გინდა უყუწე. ერთიც გინდა თქვა ეს, ბრმა ხალხი მეწოდინა. მაგრამ მან დააყენა მასალები. ასე შავს დააყენა. შენ ბეჭი იცი რომ დააყენო და იქეს. ეგი იცი რომ დააყენო და იქეს და ეკლესიაში დააყენა მასალები. ეს მან დააყენა. მისი ნებით არ უმჩვია დათოს სიტყვაზე. არ რუბენ, დააყენა. ვიდა სულიზიდა და ღმერთმა ხაში. დააყენა მასალე ეკლესია. დააყენა რას ნიშნავს? ჩვენ ამას ფეხირობა. ქვაკუთხედი შოთაშორის კათედრის შეიძლება ნიუ-იორკში უკეთესი კათედრა იყოს, მაგრამ ეს არა. ეს გაკეთებული კათედრას, აი ეს. ქვაკუთხედი. ქვაკუთხედი ხო იცი რა? იდება ქვა და იმის მიხედვით კეთდება. აკუთხის, ვიდე გაგზელება რა იდება ქვა, იქიდან კედელი, აქიდან კედელი სწორდება იმის მიხედვით. შენ მე სწორი, მე ხალე დამდივარ სწორი, ვიგითხა სადადი ხარ კაცო შენ. საჩაში ადიხარ. რა ის მიხედვით სწორდება შენ? იესო ქრისტეს მიხედვით უნდა იყოს. ამინ? მაშას. დააყენა ნიშნავს, დააყენება რომა, ემეს მიხედვით იქიდან ხდება სესტორე. ვიღაცა კარგად ასა, კაი მასალებელია. რა ის საკითხის განსაზღვრელია? ვითხარი რა საკითხის განსაზღვრელია? რა ეკლესიური საკითხის განსაზღვრელია? კარგად ასწავლე, მე რა კარგად ასწავლე. რაი? დაგეთ. შეიძლება ძნელია სახსნელი იყოს, რასაც ვამბობ. იოლა დავხსნიდი, იმიტომ კი არა შენ ვერ გაგებინებ. არამედ ხალხი ძირითადად ამისთვის მზად არ არის. იქ წერია დააყენა. ესე იგი, ამის მიხედვით რაღაცები ისაზღვრება. რაიმე საკითხი კარგად უხსნის კი არა. რაიმე საკითხები ისაზღვრება. მაგალითად თუ შეკითხები ან თუ იტყვის რაიმე საკითხები ისაზღვრება. ანუ სიტყვაზე კარგად ხსნის რა არის ცხებულება. მე რა რომ კარგად ხსნის რა არის ცხებულება. თქვათ მონანიების საკითხი როგორაა, ან ჭეშმარიტების საკითხი როგორაა, ნუ შეისწავლის ამ საკითხებს და მე რა აღიხსნის კარგად.
არა ბატონო, ამას არ სჭირდება დააგენა, ამას არ სჭირდება შეისწავლოს. ის კვაკუთხედი ყვა რო დაიდო, სულ უბრალო ყვა. დადრობილია და დადრობილია. ამის მიხედვით უნდა გასწორდეს ყველაფერი. всё, ამე. თუ შენ მასწავლებლად დაგაყენა, всё, მასწავლებელია. გადის დრო და რაღაც საკითხები ამის მიხედვით ისაზღვრება. რაღაცებზე უარს ამბობენ. თუ ღმერთიდან ხარ, მიიღებენ. არა, იესო რომ ღმერთიდანაა, მიიღენ. რადგანაც უბრალო იყო, არ ჩათვალე. ასიზეო. გამიგე? ასე რომ ადამიანს გონია ცხებულება კარგად ესვის, ახსნის სოფ, აგესვის კარგად. ღმერთმა რომ დააყენა მასწავლებელი, რომ დააყენა მოციქული. ამაგათად გავიდა საუკუნეები. პავლე არის მოციქული. არის მოციქული. იყო და არის. შე. ამე? მაშასე. მან თქვა, დააყენეთ ეკლესიაში ხუცესები. დააყენება რას ნიშნავს? ის რო დგას. ტიმოთეს ასე მისერა. თუ სხვებიო შენი ჩემი სიტყვით ვამბობ. თუ სხვებიო შენი ახალგაზრდობის გამო უგულებელ ყოფენო შენ ას ნუ მიაქცოქრავს. შენ იმაზე იფიქრე, რომ შენი ცხოვრებით ყოველდღიურობაში ერთგვარ შენი ცხოვრებით არ გახდე შენი მსახურობის უარყოფელი, უგულებელ ყოფილი. შენ თვითონ შენ ცხოვრებას დააკვირდი, სწავლებას, მოძღვრებას შეადარე შენი თავი ჭეშმარიტებად იესოს გავდეს შენ. რაფერც მე ჩემგან ისავლე მე ბაძავ, შენც ასე. ახალგაზრდებია, იგია, აგიო ამას ნუ მიაქცევ ყურადღებას. აი რუბენი მაგარა გითხრა. შენ ბუდისტ ფეხებზე დაიგიდე. შენ ერთ რამეს უყურე. აქ არის იესო ქრისტეს. ბიბლიის მიხედვით, ბიბლიის მიხედვით, ბიბლია გიშვენებს როგორია იესო ქრისტე. დაწერილია, ხო? და ხალხი რამეს დააკვირდეს, საშუალო ართმეტიკული ხო შეიძლება გამოიყვანო. იესო ქრისტეს ბაძავშე, ცდილობ იესო ქრისტესნაირი ყველაფერში. თუ არა და დაიწყე აქედან. 30 წელია მოწონელა. არა, მე სანაპირში სული ვიკას, დაიწყე აქედან. ამენ? და იღმერთი მიხდება ბოლოს იქიდან რა პროცენტი და რა ნაწილი რა როგორი იმას მაგის ანგარიში ახლა გეიგე, ახლა დაიწყე. ამინ აფერა სახარება ზოგადაგებს შენ 60 წლის ვარ ახლა და რაღაცე ახლა გეიგე ახლა დაიწყე პრინციპი ერთია ამენ მაშასე ბაძავდე იესო ქრისტეს შიო როცა შენ ბაძავ ცხოვრების ყოველდღიურობაში შიო რამიშელობა შენ ეკლესიაზე ყველაფერი შედის შით შენ ხო თქვი ზღანა ყოველდღიურობაში არ შედის ერთგული ცილეთში რა შედის ყველაფერში ყოველდღიურობაში შიო სახში ხარ ავტობუსში ხარ ყველგან კიდე ხარ ხო ყველგან კიდე ხარობლოდა ამის დედა ძიგი დედა ძველი დედა ამის დედა ისა სახარება იზუნე რა სახარება ეგეა ამიადო რა ლაბარაკობდი ხალხს ბაგებს გინარდი დედა პოდიალოდი რა სახარება ეს ასე არა კონდება ხალხი აგერ და მოძუნება დიახ რა შეთავაზება აკეთნა რა ზიარება ამიტომ ღებულობთ არასწორად ზიარებას უღირსად იმიტომ კი არა ისა უღირსად ღებულობ უღირსი ხალხი არა უღირსად ღებულობ ნეპადობა იუშე მაგალითად სიტყვაზე ქორწილზე კი ბატონო თუ სიმღერა მაგრამ თამადა ლაბარაკობდა ახლა მოძახილს ამბობ ხო არ შეფარდება ხო ქორწილზე სიმღერა ხომ არა ცუდი მაგრამ რაი თამადა სიტყვას ამბობს და შემოდი გარულა სიმღერა ხო გააჩნია და სიაგილია მე პედაგოგი სამართლებელო სიხტისა შენ ახლა სიმღერა დაიწყე ან ცეკვა დაიწყე თავისი ადგილი აქვს ხომას გამოცხადდება ცეკვა სერიოზულად ხომა პადაბაში ეგი ხომეჩი რაკაც ასეა რაღაცა შეფარდება რაღაცა არ შეფარდება და თუ შენ თვლი რომ უნდა იყოს ფერჩათული ზატყოფნაში ეს იმას ნიშნავს სადაც არ უნდა იყოს ჩათვალე რომ ქალავნები გაწვია ნახარებლებს ეს იმას ნიშნავს მე თუ არ მივდივარ და არ მოვდივარ კი ბატონო თუ არ მიდიხარ და არ მოდიხარ ცუდია მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ დადიხარ ფერჩათული ზატყოფნაში სიაურს არ გულისხმობს ოთი ზატუნდაა აჰა წამიერე შანსი მომენტი შენი და პახა ამე ამას ნიშნავს გეიგო უნდა საჯიბო მიხიო იხა ახლა დააკვირდი წამოიჭრა რაღაც საკითხი დაყენებულმა მასწავლებელმა იცის კარგად ახსენო შეიძლება და შეიძლება უხსნას მე მინახია კარგად ხსნია აი მაგალითად სიტყვაზე დააკვირდი მომისმენია კაცისთვის მომისმენია რა ანუ ცოცხალებით მომისმენია კაცისთვის რომელიც ძალიან კარგად ხსნის რომ ღმერთი არის ერთი და თვითონ არის მამასთან და შვილისთან
ამას იაზრებს და იზიარებს ძალიან ბევრი, რომელიც ხდება თუ არ ხდება. მე ერთ მაგალითს ვეთქვი. ერთ მეზობელს ასე უთხარი. შენ იღველი ხარ? ო, რა ის იღველი ვარ? ვიცი მართლმადიდებელი ხარ, მაგრამ როცა შენ მეუბნები რომ მამა ღმერთი. მაშინ შენ იღველი ხარ. მამაც ღმერთია. მამა ღმერთია. მაგრამ თუ მარტო მამას გულისხმობ რომ შენ ის არის ღმერთი, ღმერთმა ისე შეიყვარა რომ თავისი ძე მისცა. ღმერთმა ისე შეიყვარა რომ აბრაამის შვილი შემოგჭირა, ასე კი არ წერია. თავისი ძე. ღმერთმა შეიყვარა. ამენ? ამენ, ამენ. და ძემა შემიყვარა? ერთი არა, ძეა. აჰა. ღმერთმა თავისი ძე, ღმერთის ძე. ამენ? ღმერთის ძე, ღმერთია. დიახ და მე ღმერთმა ისე შეიყვარა თავის ძე მისცა. რაფერა ამ ძემ არ იცოდა რომ ასებდა? რაფერა იცოდა. ესე იგი ძემა შემიყვარა? კი, როგორ არა ერთმანეთში იყო მახალი ამ. აჰა, ამბავი ხო? ესე იგი სული შენ ასე გები ხო არ დაარიგებდა? აჰა. იღუპება ფედერება. აჰა. კი, მამა აგერვა წავარდე. აჰა. არ იქნება დაისაგვარი. არწერიაში? მე ვედი შეიძლება იმად არ იცის. არ იცის, თუ გითხრა არ დაარღებულოს. და არა, სხვა რატო? დაგვიდე. მე ვამბობ ასეთ რამეს. YouTube-ზე მიდევს ასეთ ქადაგება. ჭეშმარიტება გასათავისებელია. კი იცის, მაგრამ ჭეშმარიტებას დაუხვედრა თავისი რაღაც. ხო. კი. და ესო სხვათა შორის იუდეველებს უთხრა ასეთი რამე. თუ დარჩებით ჩემ სიტყვაში, შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. მოწაფეებს არ უთქვა, იმავე სახარებაშია, მაგრამ მოწაფეებისთვის არ უთქმია. თუ დარჩებით, მათ უთქვა დარჩით. დარჩით. მეგობრები უწოდა და თუ დარჩებით, მეგობარი დარჩეს უნდა, ხო? მეგობარი რომ მოდის. დიდება უფალს და მადლობა იესოს სახელით. პასტორი მოვიდა. მეგობარი რომ მოდის, მეგობარი რჩება.